გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული ძნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღეს 2025 წლის 9 დეკემბერია, მინდა წარმოვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ჩვენი გადაცემის დებიუტანტი ქალბატონ ნინო ჯანაშია, სოხუმში დაბადებული, მე დეტალურად მოგიყვებით. ნინო არის ყოფილი სპორტსმენი, კარატისტი, მაგრამ რაც თავი ატომოვიწვიეთ, არის თბილისის დინამოს, ფეხბურთელის და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების რამდენიმე ნაკრებში იყო, ფეხბურთელის მათე შათერიშვილის დედა. ეს განსხვავებული ფორმატი ახლა თბილისის დინამოს 19 წლამდე გუნდი იცით ემზადება მეორე საპასუხო მატჩისთვის მინსკის დინამოსთან. ეს არის ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის ბოლო მატჩი და დიდი შანსები გვაქვს რომ ჩვენ გავიდეთ გადამწყვეტ ფინალურ ეტაპზე. ამიტომ მოვიწვიეთ ქალბატონ ნინო, იმიტომ რომ მას ჰქონდა ფანტასტიკური ვიდეო მიმართა, რომელსაც ვაჩვენებთ რამდენიმე წუთში ჯერ არა და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის წარმატებული სპორტული ჟურნალისტი ღვთისმსახურ ანთაძე, რომელიც მეორეჯერ იმყოფება ჩვენ გადაცემაში, რამდენიმე თვის წინ იყო. 35 წლის არის, 15 წლიანი ჟურნალისტური სტაჟი, საკმაოდ წარმატებული ნიჭიერი ჟურნალისტია და ისიც ისაუბრებს დინამოს ირგვლივ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე. და გადაცემის მეორე ნახევარში ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამპუტანტთა ფეხბურთში, სოხუმელი გიორგი გვალია. დაახლოებით 26-27 წუთში დაიწყება გადაცემის მეორე ნახევარი. ახლა კი დაუბრუნდებით თბილისის დინამოს თემას, იცით 10 დეკემბერს 17 საათზე ბორის პაიჭაძეს სახელობის დინამო არენაზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის მეორე მატჩი თბილისის დინამოს და მინსკის დინამოს გუნდებს შორის. პირველი მატჩი ამ გუნდების შედგა 5 დეკემბერს, ჩვენ მოვიგეთ ანგარიშით 2-0 მოვიგეთ. პირველი მატჩი ითვლებოდა როგორც საშინაო მატჩი მინსკის დინამოსთვის, იცით რომ გასაგები მიზეზების გამო და სპეციალური რეგლამენტის გამო მინსკის დინამოს საშინაო მატჩებს ატარებს უცხოეთში ან მესამე ქვეყანაში. პირველ მეორე ეტაპში მინსკის დინამომ დაამარცხა ყაზახეთის ორდაბასი და შემდეგ ბულგარეთის ლუდოგორეცი. თბილისის დინამო 19 წლამდე გუნდმა კი დაამარცხა პირველ ეტაპზე ბოსნიის ზრინსკი და მეორე ეტაპზე კვიპროსის კლუბი აეკი. ახლა მესამე ეტაპია, თუ ჩვენ 10 დეკემბერს გადავლახეთ ეს ბარი, იმედი მაქვს, რადგანაც პირველი მატჩი მოვიგეთ 2-0, დიდი შანსი გვაქვს და დიდი იმედი რომ თბილისის დინამოს 19 გუნდი გადალახავს ამ ბარს და პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული კლუბი აღმოჩნდება ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, რომელიც მატჩები დაიწყება თებერვალში, 12 დეკემბერს გონი არის UEFA-ში კენჭისხრა, იმედი გვაქვს რომ ჩვენ 10 დეკემბერს გავალთ ამ ეტაპს. მატჩზე დასწრება შესაძლებელია 10 დეკემბერს, ეს საშინაო მატჩია. ყველას მიმართავ თხოვნით, ვისაც უყვარს ფეხბურთი და სურვილი აქვს და გამონახოს დრო და დაესწროს ამ შეხვედრას და უკომაგოს თბილისის დინამოს 19 გუნდს. ჩვენ ახლა ხედავთ პირველი მატჩის კადრებს, პირველი გოლი სტუმართა კარში გაიტანა ხალიდ დოლტმურზიევმა, ეს არის ინგულში ბიჭი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა ბელგიაში, თამაშობდა იქ სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის ბრიუგეში და 25 წლის ივლისიდან, ამ წლის ივლისიდან ხალიდ დოლტმურზიევი, საქართველოს მოქალაქეა, არის თბილისის დინამოს ფეხბურთელი. მან გაიტანა პირველი გოლი და მეორე გოლი მისი პასით შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გაიტანა გიორგი გვასალიამ, რომელიც წარმოშობით არის გულივშიდან, გულივშის რაიონის სოფელ განახლებიდან არის მამამისი, თვითონ ვესაუბრე მამამისაც. კიდევ ორი დევნილი თამაშობს ამ გუნდში, ეს მათე შათერიშვილი გითხარით, უკვე მცველია, საკმაოდ კარგი მცველი და ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ტრავმირებული, ამიტომ გამოტოვა ეს პირველი მატჩი და მეორესაც გამოტოვოს. კიდევ თამაშობს, მე ვიცი, რეზიდანილე დედით სოხუმელია, ერთ-ერთი წამყვანი
ფეხბურთელი თბილისის დინამოს 19 გუნდის და ასაკობრივ ნაკრებებშიც კარგად თამაშობს და ლუკა წულაია, როგორც მე მითხრეს, ის არის ოჩამჭირელი. წარმოშობით. შეიძლება კიდევ არის 1-2 კაცი, ვინც დევნილთა ოჯახშია გაზრდილი, მაგრამ ჩვენ კოსმოსიდან ველოდებით დასტურს და იმასაც მე შეგატყობინეთ დამატებით ინფორმაციას. ეს პირველი მატჩის 5 დეკემბრის მატჩის ფრაგმენტებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2-0 დავამარცხეთ მინსკის დინამო. შეიძლებოდა მესამე, მეოთხე გოლის გატანაც, იყო მომენტები, მაგრამ ცოტა დაგვიტოვეს სანერვიულო, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ ნერვიულობას გადავლახავთ. და ახლა კი მინდა წარმოვადგინო ნინო ჯანაშია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, რომ მობრძანდით. გასაგები მიზეზების გამო ფეხბურთელებს მატჩის წინ ვერ მოვიწვევთ, იმიტომ რომ თავისი გრაფიკი აქვს, თქვენ ბიჭს ტრავმაზე ახლა არ თამაშობს, კურნალობს. ნინო ჯანაშია სოხუმში დაიბადა 1988 წელს. ვიცნობ მამის რომან ჯანაშიას, დედიკოს რუსუდან მორღულიას, მაგრამ არ ვიცოდი ერთი კვირის უკან გავიგე, რომ მისი შვილია, ნინოს შვილია, მათე შათერიშვილი, რომელიც არის თბილისის დინამოს 19 გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, შარშანი ის აღიარეს საუკეთესო მცველად, ხო, საუკეთესო ჭაბუკმცველად, საშა ჩივაძემ გადასცა მას სპეციალური დიპლომი. თავად ნინო ჯანაშია იყო ესე იგი 93 წლის სექტემბერში გამოვიდნენ 5 წლის იყო და ცოტა ახსოვს სოხუმი მერე ცხოვრობდნენ სენაკში დადიოდა კარატეზე, ამიტომ თხილად იყავით ვინც უყურეთ, არ გააბრაზოთ ნინო და რაც თავარია ორი შვილი ყავთ, ხო, ორი ბიჭი, ერთი უფროსი რომელიც არის თბილისის დინამოს ფეხბურთელი და მეორე უმცროსი ჯუდოზე დადის. ახლა მაინტერესებს ნინო განაცვალე. ახლა რამდენი წლის არის მათე? მათე არის 17 წლის. მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს გისურვებ და უსურვებთ ეს. მათე არის 17 წლის, 7 წლის ასაკიდან დადის ფეხბურთზე. ახლა გამოჩნდება ფოტო, ვიდეო, მასალა. დინამოში ირიცხება 2000. მიკროფონი ჩართული გაქვთ? დიახ. ხო. კი, ჩართული. არ ვიცი, შემატყობინეს და მიკროფონი ჩართული მას. მგონი მომწერეთ თუ შეიძლება გადაცემის პროდიუსერს ვებნები, მგონი ყველაფერი წესრიგშია, ხო? გააგრძელეთ? დინამოში ირიცხება 2020 წლის იანვრიდან. თამაშობს ცენტრალური აკადემიაში. დიახ, აკადემიაშია თავიდანვე, როგორც აღნიშნეთ, არის ცენტრალური მცველი. გააგზავნეთ. ეს ვიდეო ფოტო მასალა მომაწოდა ქალბატონ ნინომ, ეხება მათე შათერიშვილს. გააგზავნეთ. ხო. ესე იგი თავიდანვე ფეხბურთით იყო გატაცებული თუ? კი, თავიდანვე იყო ფეხბურთით გატაცებული და ძალიან უნდოდა და ანუ მამამისმა უსრულა ეს სურვილი და შეიყვანა ფეხბურთზე. თბილისში ხდება ეს ყველაფერი, თავიდან პირველი გუნდი ბასა იყო, მეორე გუნდი საბურთალო და 2020 წლიდან დინამოს აკადემიაში ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება მის საქმეს. ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ თავისი არჩეული გზა თქვენ ფრაგმენტებს არ უყუროთ, გააგრძელეთ შვიდად, ის ავტომატურად რეჟიმში მიდის. თავისი არჩეული გზაზე შეფერხება არ მოუწიოს და არ მოხდეს. ყველანაირად ხელს ვუწყობთ. თვითონაც მოწადინებულია და ასე რომ ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს და იმედი მაქვს რომ ასახელებს. კითხვა მაქვს ერთი, სწავლას და ფეხბურთს ასწრებს, უთავსებს ერთმანეთს თუ როგორ ხდება? კი, უთავსებს, ძალიან დიდ დახმარებას უწევენ კიდევ სკოლაშიც მასწავლებლები. სპეციალური განრიგი აქვს ალბათ, ხო? სპეციალური განრიგი აქვს, თვითონაც წელს აბიტურიენტია და აბარებს უნივერსიტეტში. როგორც მე შემატყობინეს საიდუმლო ინფორმაცია, რომ უყვარს მას არქეოლოგია და ისტორია, ხო? ეს საინტერესო ინფორმაცია ვთქვი თქვენთვის, ეს ექსკლუზივია. უყვარს არქეოლოგია, ისტორია და ალბათ ფეხბურთს დაამთავრებს. და შეიძლება მანამდეც გახვეს ამ არქეოლოგიას და ისტორიას, ხო თუ მანამდეც უნდა არქეოლოგიურზე აბარებს და ვნახოთ. რას ამბობთ? ესე იგი ისტორია უყვარს, ლიტერატურა უყვარს. კი, ლიტერატურა, ისტორია, ჰუმანიტარული საგნები. ძალიან მინდა რომ თვითონ რაც გააბედნიერებს იმ გზაზე იაროს. ახლა რა მაინტერესებს? მეორე ბიჭი რატომ არ გაყვა მას? რატომ აირჩია ძუდო? თუ
დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ ძალისმიერი, კი, დადიოდა, ძალისმიერი სპორტი აირჩია, რატომღაც ბოლო 2 წელია ძიუდოზე დადის. ახლა მათე შესავარი შატერიშვილი იქნება ერთ-ერთ ძალიან პერსპექტიულ ცველად. ახლა რამდენია სიმაღლე ნინო? მეტრა 94 არის სიმაღლეში. მეტრო 94 ეს საკმაოდ სერიოზული სიმაღლეა, მით უმეტეს შეიძლება კიდევ მოემატოს რამდენიმე სანტიმეტრი, რას ამბობენ ექიმები. კი, 21 წლამდე. ხო, კალათბურთში არა, თავიდანვე ფეხბურთი. ახლა რა მაინტერესებს, ზოგი მშობელი არ დადის მატჩებზე, იმიტომ რომ შვილი ეუბნება არ დაგინახო ტრიბუნაზე, გამიგი ასეთები. თქვენ როგორ? არა, არანაირად. არ გიგზავნოთ. არანაირად, არასოდეს, იმდენად ემოციური ვარ და ამ ემოციურობის გამო ცუდად გამხდარ ვარ და ეს უფრო ეს ფაქტორი აქვს, რომ ანუ რამენაირად თავი შეიკავე, თორე არასოდეს პირიქით მას ძალიან მოსწონს, რომ აი ესე მთელი ოჯახი ვქომაგობთ და ძალას ვაძლევ, რომ აი როგორც მე მთელი გულით გულშემატკივრობ მას, ისე მთელი გულით უნდა ითამაშოს მოედანზე აუცილებლად. ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და ამ პირდაპირ ტელეეთერიდან მინდა მივესალმო მათე ყველაფერი კარგად იქნება, ტრავმა ბევრ ფეხბურთელს მიუღია, მთავარი ესარეაბილიტაციო პერიოდი გაიარეთ, არაფერს არ ინერვილოთ, თქვენი გუნდელები აუცილებლად გავლენ, უნდა გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული კლუბის ახალგაზრდული გუნდი გავა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ ლიგაში, გავა ფინალურ ეტაპზე და თქვენი დროც მოვა, არაფერს არ ინერვილოთ. ახლა რაც შეეხება მშობლების ემოციურ კომაგობას და გულშემატკივრობას, ეს არის ასეთი მომენტი, რა მაინტერესებს თქვენ ახლა. თქვენ აი მატჩების შემდეგ მშობლებს, დედიკოს, მამიკოს უზიარებს სულთა ფეხბურთულ ნიუანსებს თუ იმდენად აღლილია, რომ არაფრის არასოდეს. აი სულთა ფეხბურთის ნიუანსებს. ხო, არასოდეს არ აქვს თვითონ და არც ჩვენ მეკითხებით, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, რადგან ეს ასე მას სურს, ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველა აქ რამდენიმე ფოტო გამოჩნდება მისი წინა წლების პერიოდის ასე შემდეგ. და თქვენი მეუღლეს თამაშობდა ფეხბურთს თუ არა? კი, ჩემი მეუღლე თამაშობდა დიმიტრი შათირიშვილი, მეუღლე, მამა, ხო. თქვენი მეუღლე დიმიტრი შათირიშვილი მაბატიეთ. აქ თამაშობდა, ხო? თბილისში, ხო, ისიც 5 წლის იყო აფხაზეთიდან რომ გადმოვიდა, ჩვენ ტოლები ვართ, კი, სოხუმელია, აქ თამაშობდა, მაგრამ მე არ გაყვა. არ გაყვა. ხო, არ გაყვა. ალბათ სტაბლაიჩი. მე სხვა სპორტი შეიცვალა, მაგანაც კარატეზე დადიოდა, არის კამერების მფლობელი და ასე შემდეგ და ესე იგი თქვენ ორივე კარატისტი ხართ ცოლ-ქმარი, ხო? აი წარმომიდგენია ხო? და თქვენ მამიკო თამაშობდა რომანი? თუ ისე მამა არა. არა, ისე პროფესიონალურ დონეზე არ თამაშობდა, ხო? მამა არა. კი, გასაგებია. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ მთელი დივიზია მოდის 10 დეკემბერს საკომაგოდ. კი, ყველა თამაშზე დავდივართ, ჩვენ ლაგაშიც გავყევით, კვიპროსშიც გავყევით და აქ ძალიან კვიპროსშიც იყავით 4-3 რომ მოვიგეთ. კი, კვიპროსშიც. ესე იგი ახლა გამახსენდა იქ ისეთი ადგილობრივი ქართველებიც იყვნენ, ვიცი. დაახლოებით 100 კაცამდე იყო, არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ 60-დან 100 კაცამდე ასე მე მივწერე დიასპორის წარმომადგენლებს, ძალიან კარგი. ესე იგი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა იმედიანად უნდა ვიყოთ? რა თქმა უნდა, ნუ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ფრედს გვაწყობს. ეს ბიჭები წერენ ისტორიას და მთავარია რომ აუცილებლად ვუქომაგოთ, ყველანი აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ბორის პაიჭაძის სახელობის უნდა გამონახოს, ისეთი თამაშია და ისეთი დონის და ისეთ ისტორიას წერენ ჩვენი ბიჭები, ყველა ვარიანტში უნდა გამონახოთ დრო და მობრძანდეთ, ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს და დავწეროთ ყველა ვიყოთ მე-13 ფეხბურთელი და დავწეროთ ისტორია. ახლა რა მაინტერესებს, ზოგმა შემეკითხა, რატომ არისო 5 საათზე? ამასთან დაკავშირებით ხილსავარ მახსენდება. როცა 8 საათზე დანიშნავენ 9-ზე, რატომ არის ასე გვიან? ნუ ასე გადაწყდა. ახლა მესმის 5 საათი ისეთი დროა, რომ ზოგი მუშაობს, ზოგი ემზადება სმენისთვის, ასე შემდეგ, გასაგებია, მაგრამ როცა არის ასეთი სიტუაცია წინასწარ, მე ვიცი რომ სამსახურებში არის იქ სამსახურები პირადი 3 საათი ასე შემდეგ, ნუ ყველა სამსახურში შეიძლება არ მოხერხდეს განთავისუფლება, მაგრამ ბევრ სამსახურში გაგიწევენ ანგარიშს რომ გაგიშვენ, მაგრამ იქ ითვლება ეს სამსახურობა ან შვებულების ხარჯი ან რაღაცა ასეთი არის. კი მესმის ახლა ეს ისეთი თემაა, ზოგ სამსახურში ვერავინ არ შეგცვის და შენ უნდა იყო და არ გაგიგებს ის შემცვლელი თუ ხელმძღვანელი ეს სპეციფიკური
თემაა, მაგრამ ჩვენი მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება დიდი ზეიმი. დიდი მადლობა ნინო გენაცვალე. მოგკითხვა თქვენ მშობლებს, მოგკითხვა თქვენ მეუღლეს, მათ ეს კიდევ ერთხელ მივესალმები და თქვენ დიდი მომავალი გაქვთ ამ ბიჭებს, ამ თაობას. მე დარწმუნებული ვარ ამაში, მთავარია გააგრძელოთ, გადალახოთ ის ფსიქოლოგიური თუ ტრავმებისგან მიღებული ტკივილი და წარმატებით მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე კაცი ამ გუნდიდან 2-3 წელიწადში იქნება ეროვნულ ნაკრებში, თუ უფრო ადრე არა. ახლა მინდა სიტყვა გადავცე ბატონ ღვთისმეტყველო ანთაძეს, კიდევ ერთხელ წარვადგენ მეორეჯერ არის ჩვენ გადაცემაში, გაზაფხულზე იყავით ხო მგონი, ზაფხულში იყავით, ღვთისმეტყველო ანთაძე, რომელიც 15 წელი არის სპორტულ ჟურნალისტიკაში, წარმატებული სპორტული ჟურნალისტი, რომელიც არა მარტო გამოირჩევა ნიუსებით, არამედ ანალიტიკურ მასალებს წერს, საინტერესო შედარებებს აკეთებს, ღრმად უყვარს ჩახედო მარტო სტატისტიკით არ შემოიფარგლება, არამედ უყვარს შედარებები, ისტორიული პასაჟები და არ მინდა ახლა ზედმეტი შევაქო, მაგრამ ეროვნულ ნაკრებზე, ქართულ ფეხბურთზე, დინამოს მატჩებზე, 19 წლების მატჩებზე, ახლა გამოჩნდება იყო თესავარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ბულგარეთში ბოლო მატჩი, როცა წავაგეთ სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ხდება ასეთი პატარა კრიზისი კონდა ეროვნულ ნაკრებს, იქ ესაუბრა ხვიშა კვარაცხელიას, იყო სხვადასხვა სპორტულ ორგანიზებებზე აქტიურად აშუქებს, რაც თავარი არა მარტო უყვარს სპორტი, არამედ კარგად ერკვევა და ცდილობს ყოველთვის გააკეთოს ანალიზი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთი რა მომწონს, რომ თუ რაღაცა არის ის ან უნდა დარწმუნდეს, არ ერიდება იმას, რომ ვიღაცა შეეკითხოს. მეს რომ ვიყავი ახლა აუცილებლად შევეკითხებოდი რაღაცა მაინტერესებდა უფროსი კოლეგებისგან, ვინცაც გამოცდილება ჰქონდა, ეს არის პლუსი ადამიანის, როცა ის პიესის ველობის პროცესში ვიღაცა შეეკითხა, ვინც დაუშვათ გამოცდილია. დიდი მადლობა ღვთისმეტყველო რომ მობრძანდით. ახლა დინამოზე ჯერ და მე ეროვნულ ნაკრებზე თუ შეიძლება. მოგესალმებით, მივესალმები ობიექტივის აყურებელს და მსმენელს, მადლობა წარდგენისთვის. Რა თქმა უნდა, თბილისის დინამოს, რომელსაც აქცენტი აქვს აკადემიაზე და ვიცით საქართველოს ნაკრების არაერთი წარმატებული ფეხბურთელი, რომელიც დინამოს აკადემიის აღზრდილია, მნიშვნელოვანია რომ წარმატებას, რა თქმა უნდა, დიდებშიც და იმედია რომ იქაც გავალთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ პირველ რიგში როცა ვსაუბრობთ რომ წარმატებული აკადემია, უნდა გავიდეთ აუცილებლად ახალგაზრდულ ლიგას და აქამდე გვაქვს ერთი ნაბიჯი დარჩენილი. იმ დღეს მატჩს რომ უყურებდით თავიდან პირველ შეხვედრაზე ამბობთ ხო 5 დეკემბერს. როცა პირველ მატჩში როცა მოვიგეთ, თავიდან გამიჩნდა ეგეთი შიში, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როცა მეტოქეს სხვადასხვა ნაკრების დონეზე თუ გუნდების დონეზე ამასაკში ჯობნივართ ტექნიკურად, აშკარად უკეთესად თამაშობთ, მაგრამ რაღაც ტაქტიკური ნიუანსებით დავჩაგრულ ვართ და რაღაც რამდენიმე კონჩეტებით გაუტანიათ გოლი. ან რაღაცა მოკლედ წაგვიგია ისეთთან, ვისაც თითქოს აღუნავდებოდ და რაც მომეწონა და რაც კარგი იყო, რომ არა მხოლოდ ჩვენს მეტოქებს, ისკის დინამოს ჯობნით იმით რომ უფრო ტექნიკურები ვართ და უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობთ, არამედ ტაქტიკურადაც და ძნელის ხელით აქ აშკარად იგზავნა. დავასახელოთ თავრეთწები თბილისის დინამოს. დიახ, გელაშვილი 19 წლამდელი გუნდის, დიახ, დათვლილი რომელსაც შეიძლება ნაკლებად იცნობენ. რა წარმატებით უძღვება. მახსოვს რომ თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში. ეხლა რაც შეეხება ფეხბურთელებს, ჰალიძე ყველა საუბრობს. დორტმუნდზე საუბარი, დიახ. დორტმუნდზე არის საუბრო, იმიტომ რომ ყველა თამაში გააქვს, არის ძალიან შედეგიანი. ლიდერი, ერთ-ერთი ლიდერი. და არც ისე შორია იქამდე, როცა მას ეროვნულ ნაკრებში ვნახავთ. და საინტერესო დაკვირვება ხა ეროვნულ ნაკრებთან უნდა შეადარო ყოველთვის, ასა თუ ის ახალგაზრდული გუნდი თუ ნაკრები, იმიტომ რომ საბოლოო მიზანი არის ყველასი, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშოს. და აღსანიშნავია, რომ როგორც მიქაუტაძეს, ასევე ჰალიდორ მუზეუმს არ აქვს გავლილი აქაური სკოლა და გამოდის რომ ესე იგი ჩვენ აქ უნდა ვეძიოთ პრობლემა იმაში რომ ფორვარდები, როგორც ცენტრ ფორვარდები ჩვენთან ნაკლებად წარმატებულები არიან და ეს უფრო მეტი უნდა ჩაეძიოს ამაში მწვრთნელიც, უფრო მეტად უნდა ჩაეძიონ ფეხბურთელებიც. ფაქტია რომ ყველაზე წარმატებული
ფორვარდი ბოლო წლებში ვინც არის გიორგი მიქაუტაძე ის არ თავიდან არ იყო ჩვენი სკოლის და ჩვენი ფეხბურთის საფრანგეთში დაბადებული გაზრდი ხო ამიტომ ამაზე თუ საუბრობთ ანალიზზე და იმაზე თუ რა უნდა გაუმჯობესდეს და ნაკრებთან მიმართებაში რა უნდა შეიცვალოს იმედია კიდევ უფრო მეტი წარმატებული ასეთი გამტანი ფორვარდი იმიტომ რომ აი იმ დღესაც უყურებთ კი იქ მომენტიც ვერ გამოიყენა მაგრამ აი ძალიან ფორვარდულია ესე ვთქვათ და გამტანი და ხალიძე ამბობთ მომენტი ვერ გამოიყენა მეორე ტაიმში პირისპირ პატარა დააგდო თორემ მესამე გოლი იქნებოდა მაგრამ პირველი ორი გოლი მან შეიტანა გაიტანა პირველი და მეორე მისი გარღვევის შემდეგ ძალიან კარგი ფეხბურთელია და კიდევ უფრო დიდ მომავალს დავინახავთ ასევე ნაკრებთან მიმართებაში იგივე დანელიაზე როცა ვსაუბრობთ ის შველათაც თამაშობს და ნახევარმცველათაც მარჯვნივ და ბოლო დროს ისე ხდება რომ აი გუშინ კვერნაძის გოლებით უნახეთ რომ მარცხენა ფლანგიდან უფრო მეტი ფეხბურთელი ყავს არჩევანიც უფრო დიდია და ეს ფლანგებიც თუ დაბალანსება ბოდიში თქვენ აი რეზიმ იცის ალსა სასტაული საფეხბურთო აფეთქება აი აფეთქება რაღაცა ისეთ იმას შეიტანს მომენტებში რომ გააცოცხლებს ხო რა შეიძლება ეხლა მართალია დანაკლისი გქონდა სერიოზული და ეხლა საუბრობდით თუმართან ერთად ამის მიუხედავად დაცვაში არ იგრძნობოდა რომ პრობლემა იყო და ამხელა დანაკლისი იყო და მათი არ თამაშობდა ტრამვის გამო შათერიშვილი მაგრამ გუნდმა გადააწყო ძნელმა და აღსანიშნავი არის რომ მაინც დამაჯერებლობა დაცვის აშკარად საგრძნობი იყო ახლა მთავარია რომ შემდეგ მატჩის დაწყებული საქმე განმეორებით მატჩი 10 დეკემბერს მივიყვანოთ ბოლომდე არ მოვადუნოთ ყურადღება მოწოდებას გავაკეთებთ რომ მესმის ისიც რომ ცოტა ისეთ დროს არის სამუშაო საათებში და სამუშაო დღეს თუმცა აი თუ რაღაც განსაკუთრებული მიზეზი არ გვექნება მაგას ნუ დავაბრალებთ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტოს ყველამ ვისაც აქვს საშუალება და იმედია რომ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ხარდაჭერა და ფეხბურთი მე ვისურვებდი ხთისავარ თუ შეიძლება ერთი 15000 20000 რომ მოვიდეს 10 დეკემბერს საპასუხო მატჩზე იქნება ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი და ახლა გადაცემის რეჟისორ თხოვ ხთისავარის ის ფოტოები ხვიჩასთან თუ არის საშუალება რომ დავდოთ ესე იგი თქვენ გზნობთ რომ ჩვენ გვაქვს შანსი სერიოზული შანსი რომ მოვიდეთ ეს ფოტო არის სოფიაში გადაღებული ხო ეს აეროპორტში არის გადაღებული ჩავი ნაკრებთან ერთად ჩავდი ჩარტერულ რეისით. დიახ და ხვიჩასთან გაესაუბრეთ. ხვიჩასთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანია რომ ის ისევ ინარჩუნებს ბოდიში ეს არის მეორე ფოტო გადაღებული ბორჯომში ჩატარებულ ოლიმპიურ მედია სემინარზე ბატონ ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიოს 5 ჩემპიონი და ევროპის 20 ჩემპიონი და იქვე გიგა გვენცაძე წარმატებული კომენტატორი ცნობილი კომენტატორი საქართველოს სპორტული ჟურნალ ასოციაციის პრეზიდენტი და თქვენ რაღაცა ჯილდო მიიღეთ თუ სერტიფიკატი ხო სპეციალური ეს იყო ვიქტორინაში გამარჯვების გამო და გაიმარჯვა ხო კი ასევე სხვადასხვა საჩუქრები მივიღეთ სხვადასხვა ეხლა სხვა დროს ალბათ მეტად თუ ვისაუბრებ ძალიან საინტერესო სემინარი იყო კი ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ აი ეს ჩვენი ამ 19 წლამდელები გუნდისგან თქვენ თქვით რომ ის შორს არ არის დრო როცა ხალიდი ან კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დინამოს 9 წელ გუნდიდან შეიძლება აღმოჩნდეს ეროვნულ ნაკრებში ხო ზოგ შეიძლება გაეცინოს მაგრამ მე არ გამოვრიცხავ მომავალ წელს 1-2 ფეხბურთელი ან 27 წელს იმიტომ რომ ახლა 21 წლიანი ნაკრებშიც არიან 19-იანებშიც არიან რამდენიმე დაძახებული და ძირითადი 19 საქართველოს 19 წლიანი ნაკრებში თქვენ ვის ხედავთ აი დაუშვათ თქვენი აზრი მაინტერესებს ამ დინამოს ამ გუნდიდან ვინც შეუძლია 21 წლიანი 20 საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში მოხდეს სტაბილურად და ეროვნულ ნაკრებში ხალიდის გარდა კიდევ ვის აქვს პერსპექტივა უახლოეს 2 წელიწადში ანუ წინა შეკითხვის დროსაც აღნიშნე რომ ეს თუ დაკავშირებას ვაკეთებდი ეროვნულ გუნდთან, იმიტომ რომ არის გარკვეული პრობლემები იქ და გვჭირდება მაგალითად დაცვაში, ხო? მაქსიმალურად მალე გვჭირდება ახალი სახეები და რაღაც იქ პრობლემები შეიქმნა, მაგალითად საზონოვი ტრავმის გამო და ვერ ასე ვთქვათ ჩაანაცვლა მან ის ჩვენი ვეტერანი დაცვის ხაზი და
ასე რომ აი მათესაც წინა სეზონშიც დააჯილდოვეს და სხვებსაც ყურადღებით ვაკვირდები რომ მაქსიმალურად მალე შეძლებენ ამ ეტაპების გავლას ადაპტაციას მით უმეტეს თანამედროვე ფეხბურთში ასაკი ფორმალური გახდა ხო იამალის მაგალითი შეგვიძლია ვთქვა ჩვენი მაგალითი იყო ჩაკვეტაზე რამდენი წლის იყო რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა იგივე ხიზანიშვილი და ხიზანეიშვილი ოთარი 18 წლის უკვე ეროვნულ ნაკრებში იყვნენ და ეს მე გახსოვთ შევეკითხე ვილისანიოს აკვირდებით თუ არა ხალიდ დოტმურძიევს მე ვიცი რომ მან იცის ამ ფეხბურთელზე გონი ქუთაისში იყო მატჩი თუ გორში არ მახსოვს ზუსტად იქაც აკვირდებოდა მოვა ალბათ ამის დრო მომავალ წელს თუ არა ხალიდის გარდა ვინ გეგულება მითხარი ანუ მე მაქსიმალურად ყველას უსურვებ ანუ არ მინდა რომ ვიღაც დავასახელო ვიღაც ეწყინოს მაგრამ უბრალოდ ყურადღებას იმაზე ვამახვილებ რომ მაგალითად დანიელის შემთხვევაში რაც თქვი და რომ აი რაღაცა პრობლემა გვაქვს მაგალითად მარჯვნივ ხო და ნაკლებად არიან იქ ალტერნატივები როცა მარცხნივ ერთი ხვიჩაა და მე ძალიან ბევრი არიან და აი პირველ რიგში ნუ სანიოლი დარჩა წესით და პირველ რიგში სანიოლმა ალბათ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ სონებს და სადარჩა საფრანგეთში თუ საქართველოს ნაკრებში ახლა ალბათ საფრანგეთში ნუ დროდან გამომდინარე ალბათ ეროვნულ გუნდსაც ცოტა რადგანაც ბოლო მატჩზე ვიყავი შევეხები ნუ ის პრობლემა რომ ამ ჯგუფიდან დავუშვათ ჩვენ ვერ გავსულიყავით სოფლიო ჩემპიონატზე შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო პრობლემა როგორც ასეთი იმიტომ რომ ძლიერი მეტოქეები ყავდა ესპანეთს და თურქეთს სახით მაგრამ პრობლემა არის ის რომ მაგალითად ნელი ვერ ახერხებს ახალ ტაქტიკასთან ადაპტაციას. მან თქვა რომ ძველმა ტაქტიკამ ამოწურა შესაძლებლობა და ამ დროს ახალთან ვერ აკეთებს ადაპტაციას. პრობლემა არის ის რომ უკვე ჩვენ ლაშა დვალის მაგალითი გვაქვს როცა რაღაცა შიგნით სამზარეულოსაც ეძახიან იქ რაღაცა ვეღარ არის როგორც ჩანს იდეალურად სიტუაცია. ხო, საინდოლო ინფორმაცია არ თქვათ. ისა ვარ მე მესმის თქვენი ერთი წუთია დარჩენილი მაჩვენეს კი, ამიტომ ამ ვიტყვი მაქსიმალურად მოკლედ რომ აი სხვადასხვა პრობლემები არის მოსაგვარებელი, მათ შორის საკადრო საკითხები, მათ შორის ის რომ შესაძლებელი ვინც არის დროულად შეიცვალოს მაგალითად ნელი საუბრობს. განახლება ნაკრების. ნელი საუბრობს რომ საჭიროა და თან საქმით სხვა სამტკიცებს და უბრალოდ იმედია საქართველოს ნაკრები უკვე ერთა ლიგისთვის შემოდგომისთვის იქნება წარმატებული, მანამდე წარმატება დინამოს 19 წლამდელთან გუნდსა ქართულ ფეხბურთს და ქართული ფეხბურთის წარმატება იწყება ზუსტად იმით, რომ ახალგაზრდებმა ნაკრებებმა მიაღწიონ წარმატება. დიდი მადლობა ღვთისმსახურ, ნამდვილად ძალიან საინტერესო დასკვნები გააკეთა. შეიძლება ვიღაცა არ დაეთანხმოს, მაგრამ მისი ანალიზი 99% მართლდება. მე სულ ვკითხულობ ანალიტიკურ სტატიებზე, ძალიან საინტერესო კუთხით. ახლა შეზღუდული დრო იყო. გადაცემის პირველი ნაწილი ამოიწურა, 2 წუთიან შესენებას გავაკეთებთ და მე გავაგრძელებთ ჩვენ გადაცემას. კახი კავსაძე კინოს და თეატრის გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. კახი კავსაძემ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ღირსეული ადგილი დაიკავა კინოსა და თეატრის აღიარებულ კორიფეებს შორის. კახი კავსაძემ 140-ზე მეტი გამორჩეული და სრულიად უნიკალური კინო და თეატრალური სახე შექმნა. კახი კავსაძე თანაბარი ოსტატობით ასახიერებდა დრამატული და კომედიური ჟანრის როლებს დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებში. ფილმები კახი კავსაძის მონაწილეობით, ნატრის ხე, მონანიება, ვერისუბნის მელოდიები და სხვა ეროვნული ფილმოგრაფიის ოქროს ფონდშია შესული. ხოლო ფილმმა უდაბნოს თეთრი მზე, სადაც კახი კავსაძემ მთავარი როლი ითამაშა, მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. კახი კავსაძის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი, ღვთაებრივი კომედია, თავადი კოწია, გუშინდელნი, დევდარიანი, საბრალდებო დასკვნა, ილიკო, მე ბებია ილიკო და ილარიონი, ბატონი დევი, მერერა რომ სველია, სველია სამანი. კახი კავსაძე 2 სახელმწიფო და 7 საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მიღებული აქვს 2 ჯილდო. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ვარსკვლავი. კახი კავსაძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახლდათ.
კახი კავსაძე დაკრძალულია თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე. კახი კავსაძე, ქართული ხელოვნების ფენომენი, მედია კავშირი, ობიექტივი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიოსმენელებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვაგრძელებთ დღევანდელ გადაცემას. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული ცნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამრით ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრად არის საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი გვალია. დიდი მადლობა გიორგი, რომ მობზანდით. ბატონი გიორგი არის სოხუმელი, 1992-93 წლებში იარაღით ხელში იცავდა საქართველოს ერთიანობას, 1993 წლის 16 მარტს სოხუმის დაცვის დროს ერთ-ერთ ბრძოლაში მიიღო ჭრილობები, დაკარგა ფეხი. 92-93 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღმოჩნდა დევნილი თბილისში. 97 წლიდან 2018 წლამდე იყო საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი და ბოლო 4 წელი, 4 წელი არის საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ყავდა ბატონი გიორგის სტუმრად, ის აშუქებდა იმ დროს საუბრობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობაზე ერთა ლიგის მატჩებში. მერე თბილისის კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო დათო შამუგიარულის ოჩამჩირილია და მასთან ერთად ისაუბრეს საკლუბო ტურნირებში თბილისის გუნდის მონაწილეობაზე და სხვადასხვა თემებზე. დღეს იმიტომ მოვიწვიეთ ბატონი გიორგი გვალია, რომ გვითხრას გვაცნოს იმის შესახებ, რომ დასრულდა ჩემპიონატი, ეროვნული ჩემპიონატი ამპუტანტთა ფეხბურთელებს შორის. გაიმართა 2 დღის წინ თასის ფინალი, ეს იყო სუპერთასის ბოდიში 7 დეკემბერს გაიმართა ფინალი სიახლეები და დეტალები საერთოდ შეგიძლიათ ნახოთ Facebook გვერდზე საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციაზე და იქ შეხვდით ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა. ეს არის ძალიან არა მარტო სპორტული, არამედ სოციალურიც თემაც, ჰუმანურიც ბევრი საკითხი ამ სპორტში, იცით ევროპაში ძალიან პოპულარულია და ახლა მინდა ვთხოვო გიორგის ჩემპიონატზე გვითხრას, რამდენი გუნდი ვიცი, 5 გუნდი მონაწილეობდა, როგორ დამთავრდა ჩემპიონატი, მერე კი სუპერთასი, რომელიც დაიმართა 7 დეკემბერს და შემდეგ სხვა საკითხებს დაგისვამთ. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოს სტუდიაში მოწვევისთვის. ფაქტობრივად ეს სტუდია არის ჩვენი ერთ-ერთი სარბიელი, სადაც მონაწილეობას ვღებულობთ, ვავწობთ საზოგადოებას ამ ახალ ამბებს. ჩვენთვის უკვე ძველია, მაგრამ საზოგადოების ბოდიში თქვენთან, მაგრამ ბოლო თვეებში სხვადასხვა ტელევიზიებშიც იყო თქვენთან და ბიჭებთან, გუნდის წევრებთან, ხო, ეს თქვენი წყალობითაა, ბატონო. თენგიზ და მოკლედ მადლობა. ახლა მოგახსენებთ მიმდინარე 25 წელი ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული წელი იყო, ბევრი მატჩები ჰქონდა, ჩავატარეთ მატჩები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მე დავიწყებ ჩემპიონატ თქვენ თხოვეთ ეროვნული ჩემპიონატით, მოგახსენებთ ჩვენ ეროვნული ჩემპიონატი დავიწყეთ ივლისის თვეში, მაგრამ შუა პროცესში ჰქონდა შესვენება, რადგანაც საქართველოს ნაკრები ამპუტანტთა ფეხბურთში მონაწილეობას ღებულობდა ერთა ლიგის გათამაშების B დივიზიონში. თუ C დივიზიონში. C არა, B დივიზიონში.
იმიტომ რომ და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო რომ შეგვენარჩუნებინა ადგილი, რადგანაც ბოდიში ეს არის სუპერთასის ფინალური მატჩის ფრაგმენტების განმეორდება. კოლაჟი კი ბატონო. ხო, ჩვენი მიზანი იყო რომ შეგვენარჩუნებინა ამ B დივიზიონში ადგილი, რადგანაც C დივიზიონიდან ამოსულები ვიყავით და ეს იყო ჩვენი პროგრამა მინიმუმი, რომელიც ნაკრებმა წარმატებით შეასრულა ერთადერთი, იმ ერთადერთი გამარჯვებით გერმანიის ნაკრებთან, რომელიც ძალიან დრამატული იყო და ესე იგი სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში ახლა მორიდებულია გიორგი ვიტყვი რომ 3-2 დავამარცხეთ გერმანიის ნაკრები ბუნდესლიგის ფეხბურთელების მიერ დაკომპლექტებული ამბუტანტ ფეხბურთში. მატჩის შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა საქართველოს ნაკრების წევრებმა იცეკვეს, წარმოიდგინეთ. და ამ ცეკვამ, რომელიც გადაიღო ვიდეო ევროპის ამბუტანტ ფეხბურთის ფედერაციამ გადაიღო ამ ცეკვას, რომელიც დადეს ვიდეოში ევროპის ამბუტანტ ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე, დაახლოებით 4 მილიონამდე ნახვა ჰქონდა, ხო? იმიტომ რომ ეს ფანტასტიკური მომენტი იყო, YouTube-ში არის და შეგიძლიათ Google-შიც ნახოთ ეს, ხო? კი და ამის შემდეგ გავაგრძელეთ ჩვენ ჩემპიონატი. მივიღეთ ის მივაღწიეთ ჩვენს პროგრამა მინიმუმს, გავაგრძელეთ ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდა 5 გუნდი. თბილისიდან, გორიდან, ბათუმიდან, ზესტაფონიდან, ზუგდიდიდან. ჩემპიონატი დავასრულეთ ნოემბრის 16 რიცხვს, 16 ნოემბერს ბოლო მატჩები ჩატარდა. ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონი ამბუტანტა ფეხბურთში 2025 წელს გახდა თბილისი, კი. დათო შამოგია მთავარი წნელი და იქ ნაკრების წევრები ერთ-ერთი მოთამაშე ბაბუციძე, ხო? დავით ბაბუციძე ცხინვალიდან ეს ყავდა გადაცემაში ძალიან ჭკვიანურად კარგად ისაა. იქ არის ასევე ომის ვეტერანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ანატოლი ორობინსკი თბილისის გუნდში. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები არიან, რომლებთან თავიანთი ისტორია, ცხოვრებისეული. იქ ამ თბილისის გუნდში თამაშობს ანატოლი ორობინსკი არის სოხუმელი. პოლონური წარმოშობის სოხუმელი და 16 ასაკში მოხალისედ წავიდა ჯარში სოხუმში იცავდა საქართველოს ერთიანობას და 17 წლის იყო როცა მიიღო ჭრილობა ერთი ფეხი დაკარგა ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია თამაშობს და ახლა კიდევ აგრძელებს თბილისის კლუბში ხო თბილისის ასევე თბილისის გუნდში უბრალოდ ზოგიერთ ფეხბურთელს გამოვყოფ, იმიტომ რომ მათთვისაც მნიშვნელოვანია და საზოგადოებისთვისაც რომ იყვნენ ესენი საზოგადოებაში ცნობილი. ყავს ასეთი ბექა კაჭკაჭაშვილი, რომელიც ახალციხიდან გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად თამაშობს აქ. ასევე ყავს სკოლის მოსწავლე თელავიდან ჯერჯერობით ჯავახიშვილი ლუკა, რომელიც მართლა საყვარელი ადამიანია. ასევე ყავს საჭიათურიდან პაპუნა ბახტურიძე. ეს არის სულდაგული გუნდის და რა თქმა უნდა, ასევე არის გუნდში ნიკა ქრისტესაშვილი, რომელიც თავის ძროზე ახლა 25 ჭაბუკობაში დიდ ფეხბურთს თამაშობს. 25 წლის და სადღაც 17 წლის ასაკში აქვს საქართველოს ნაკრებში ნათამაშები, მაგრამ ისტორია მასი განაპირობა მისი მდგომარეობა რომ ცხოვრება მოიტანა რომ გახდა ამბუტანტა ფეხბურთში აღმოჩნდა. ხო, აღმოჩნდა და ძალიან ძლიერ ძალას წარმოადგენს. ასევე ყავს რა თქმა უნდა მამუკა გელაშვილი აფხაზეთის ომის მონაწილე, მასაც ფეხი აქვს დაკარგული ომის შემდგომი პროცესები. და მოკლედ ყველა ამ ბიჭს და ხელმძღვანელობს ამ გუნდს ჩემი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ხვედელიძე. ეს ნაკრები, ეს სუპერთასში ვინ იყო მე ესე ჩემპიონები და მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში გორის დილა. რომელმაც სადღაც გაზაფხულში მაისის 15 რიცხვში მოიპოვა საქართველოს თასი. ის გახდა თასის ფლობელი. ის არის თასის ფლობელი 25 წლის. მაშინ ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ბიჭები არიან, მათთან ერთად არიან ვეტერანები. მე ვიტყოდი რა, მამუკა სამხარაძე, ომის ვეტერანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი,
გორელი ბიჭია. კახა არღულიანი. გულრიფშელი, რომელიც თამაშობს, ისიც ომის ვეტერანია, ომში დაგარგა ხელი, თითები, ფეხიც. ხო, და შესაბამისად თამაშობს იქ მათე ქარდავა, გულრიფშელი ბიჭი, ხო? ხო, მათეც ახალგაზრდა. კი ბატონო. კიდევ არის ბოდიში ახლა თქვენთან ამ მათესთან დაკავშირებით 24 ნოემბერს იყო მგონი, როცა თბილისის დინამომ მოიწვია საქართველოს ამპუტანტთა ეროვნული ნაკრები მთლიანად თბილისის დინამოს ბაზაზე ძირითადი შემადგენლობის ვარჯიშს დაესწრნენ, მერე შერეული და ითამაშეს, მერე თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ მადლობა მათ ამისთვის და ჯილდოვეს ამპუტანტთა ნაკრების წევრები საჩუქრებით და იქ მათე რატომ გამახსენდა ახლა მოკლედ დინამოს 19 წლამდელებში თამაშობს წარმოშობით გულდიფშელი გიორგი გვასალია. ახლა წარმოიდგინეთ ეს მათე კარდავა და მამამისმა მითხრა გიორგი გვასალიამ რომ მოირიდა თორემ უნდოდაო მასთან მისლა არ ვიცი როგორ მოხდება მათი გაცნობა ორივე წარმოშობით გულდიფშელები არიან დევნილთა ოჯახში გაზრდილი. კი ბატონო, მათე ქარდავა გიორგი უჩავა, გიორგი ბიბილური, ასევე გორის გუნდში თამაშობს ლაშა შავდათუაშვილის ბიძა, მამის ძმა. გიორგი შავდათუაშვილი, ასაკოვანი 79 წელს დაბადებული კაცია. ესე იგი, მაყურებელს რომ უთხრა, თითო ტაიმი გრძელდება 25 წუთი. კი და ხო, მოედნის ზომა 60-40-ზე, კარები არის 5 მეტრიანი, კარში დგას ერთი ხელი, ხო. 5 მეტრიანი კარები, ხო? 5-2-ზე. 5-2-ზე, სიმაღლე 2, 5 ხან კასეგებია. მოკლედ ამისთან სტადიონზე თამაშობთ. შედეგი მატჩი, რომელიც შვიდში ჩატარდა, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, აი საყურებლადაც ისეთი იყო ძალიან კარგი ფეხბურთი, გამართული ფეხბურთი ანახა ორივე გუნდმა, მაგრამ ნუ გაემარჯვა თბილისის გუნდმა, რადგანაც ძლიერია და ნაკრების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და უფრო იციან მათ ერთმანეთი, აი შეთამაშებულები არიან. კი, კი. ახლა რაც შეეხება მომავალი წლის ჩვენს გეგმებს. ნაკრების პირველ რიგში. ნაკრების პირველ რიგში ვიწყებთ თასით. თასით ვიწყებთ ასოციაცია საქართველოს თასით, რომელიც მარტის თვეში დავიწყებთ და გაგრძელდება მაისის შუა პერიოდში. ამ პერიოდში იწყება ჩემპიონთა ლიგა. ევროპის ჩემპიონთა ლიგა, სადაც მონაწილეობას ღებულობს თბილისის გუნდი. საქართველოს 20-25 წლის გამარჯვებული. ჩვენ ასევე განაცხადი გავაკეთეთ ევროპა ლიგაზე, წარმოადგინეთ გორის დილა. როგორც მომავალ წელს. მაგრამ იქ ადგილებია შევსებული და რეზერვში ჩასვეს. ერთ-ერთმა კლუბმა, ევროპის ერთ-ერთმა კლუბმა უარი რომ განაცხადოს, ხდება ასეთი. კი ხდება და გათამაშებაში ჩაებმევა გორის დილა. ეს ორი გუნდი საქართველოსთან ერთდროულად მონაწილეობდა, როდესაც? არა, ეს ჩვენ გავრისკეთ და ვაკეთებთ ამას. თითო გუნდი იყო, მაგრამ ახლა წელს მოსინჯეთ და მეორეს გავაგზავნეთ. კარგი. იმიტომ რომ ეს არის ბაზა მომავალი ნაკრებისთვის, რომ შედგეს და ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენო ნაკრებმა აი ევროპის ჩემპიონატზე საბოლოოდ დაიკავოს, შვიდეულში შევიდეს და მსოფლიო ჩემპიონატის იბრძოლოს. საგზური მიიღოს. შვიდში უნდა მოხდე, რომ საგზური აიღო. გასაგებია. მაგაისად ტარდება ჩვენთან მსოფლიო ამპუტანტთა ჩემპიონატი ფეხბურთში. სად? გვატემალა თუ უბრალოდ ჩვენ არ ღებულობთ მონაწილეობას და ჯერ არ გვაქვს. ხო, არ გვაქვს საგზური ვერ გვაქვს მოგებული. საკვალიფიკაციო ეტაპი. თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება ის გუნდები, რომლებიც ვერ ხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე, რაღაც პატარა ფორმატით შეიქმნას და ჩვენ ვითამაშოთ აქ ევროპაში რაღაც. ახლა მითხარით, ბატონ გიორგი, თქვენ ხართ ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის წევრი, თქვენი ასოციაცია და მსოფლიო ამპუტანტთა ფეხბურთის წევრი. საქართველოში
ვინ გეხმარებათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მათ ის ჩემპიონატის ჩატარებაში ჩემპიონატის ჩატარებაში ნაკრების წორთნა და შეკრებებში შეკრებები და უშუალოდ ტურნირების წინ სანაკრებო ტურნირების წინ მათ მომზადებაში იქ მონაწილეობაში აი ყველაფერ ამ ხარჯს იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ამის გარდა მე ვიცი რომ თბილისის მერის სპორტის სამსახურის რაღაცა მიმართულებით ეხმარება. თბილისის მერის სპორტის სამსახური ეხმარება უშუალოდ პირდაპირ თბილისის კლუბს. ევროპის საკლუბო ტურნირების საკლუბო ტურნირებზე. და რა თქმა უნდა ამათი მხარდაჭერა რომ არ იყოს ჩვენ საქართველოს ვერ გავწდებოდ დისკის ჩემპიონატსაც ვერ ვითამაშებთ. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური აქვს გეგმაში რომ იყოს სხვათა შორის ასოციაციის წევრია ის და აქვს სურვილი რომ რაღაც ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწიოს, მაგრამ როგორც ვთქვით, წელს არ იყო, მომავალ წელსაც ცოტა გავაკეთე. შეიძლება იყოს, ხო? და ვიცი რომ 18 დეკემბერს არის დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონია, ხო? 18 დეკემბერს ახლა მაშინ გადავალთ მიმდინარეზე, უბრალოდ მე თქვენს მონადამ მორჩილს უკვე ის როგორ ასოციაციის პრეზიდენტის ვადა მეწურება და არჩევნები იქნება 18 დეკემბერს ასოციაციის პრეზიდენტის ახალი პრეზიდენტის და იქვე ალბათ იქნება როგორც მე გავიგე კოსმოსიდან რომ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდების და საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება ხო? კი ბატონო, დაჯილდოება იქნება და ეს ჩატარდება ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის შენობაში 18 დეკემბერს. მაგრამ დეტალები ალბათ იქნება საქართველოს ამბუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის Facebook გვერდზე, ვისაც აინტერესებს ჟურნალისტებს, სხვა ადამიანებს, ვისაც აინტერესებს, გამოქვეყნდება მასალები და ახლა რა მაინტერესებს. საკმარისია ეს დახმარება, რაც ფეხბურთის ფედერაციიდან მოდის, კლუბებისთვის თბილისის მერიდან სახელმწიფო ესე იგი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიდან არის საკმარისია ეს თუ კიდევ მეტი გინდათ რეალურად ნაკრები უფრო კარგად რომ მოემზადოს მატჩები ამხანაგური კიდევ მეც ელოდებით თუ როგორ არის აუცილებლობას წარმოადგენს კიდევ მეტი და ახსნი რატომ ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება რომ ეს მასობრიობა ამისი გაიზარდოს საქართველოში, მეტი ხალხი იქნას მოზიდული შესაძლოა. ვისაც აქვს ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ან ფეხი არ აქვს, შესაბამისად ძლიერ ნაკრების ჩამოყალიბება, ძლიერ ნაკრებსაც უნდა ვარჯიში, მეტი შეკრება, მეტი ამხანაგური მატჩი და მერე ევროპაზე. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ზუსტად აი ამიტომაა რომ აი გვაქვს განცხადებები შეტანილი მთავრობაში სპორტის სამინისტროში და ელოდებით ახლა პასუხს. პასუხებს ველოდებით და შესაბამისად მეტი და გინდა როგორც მე ვიცი მთავარი არის სპეციალური სტადიონის გამოყოფა რომ იქ კონდეთ საშუალება ხშირად ივარჯიშონ და შეკრება გაიარონ. კი ბატონო, ზუსტად ის არის ჩვენ სტადიონი არ გვაქვს. ასოციაცია სტადიონი არ აქვს და ხან ქირით ხარ სხვადასხვა ამაში ჩაბმულია ფეხბურთის ფედერაცია, ხან ვისთხოვენ ის გეხმარებათ ხო? თხოვნით მიმართავენ, ხან კიდევ არის რომ ფულსაც გვიხდიან და უბრალოდ საფასურს იმიჯარის ხო გასაგებია. მაგრამ თქვენი სტადიონი გჭირდება და მე ვფიქრობ აი იმ სახელმწიფო დიდ პროგრამაში რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას სპორტული ალბათ ესეც იქნება ჩართული იმ პროცესში რომ ამპუტანტთა ფეხბურთისთვის ასოციაციისთვის გამოიყოს მე არ ვამბობ საკუთრებაში ალბათ რომ გამოიყოს საკუთრება არ არის თავარია რომ კონდეთ საშუალება მეტი ივარჯიშოთ მეტი შეკრებები ჩაატაროთ და მასპინძელი სტატუსით მიიღოთ გუნდები ჩვენი გადაცემის დრო ძირფასო ტელემაყურებლობა ამოიწურა კიდევ ერთხელ შეგახსენეთ პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორი რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული ცნელის ჯამლით ხოხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა რომლის ავღანი ვარ მე სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრები იყვნენ ქალბატონ ნინო ჯანაშია თბილისის დინამოს და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ფეხბურთელის მათე შათერიშვილის დედა პირველ ნაწილში სტუმრად იყო სპორტული ჟურნალისტი თისავარ ანთაძე გადაცემის მეორე ნაწილში რომელიც ახლა მთავრდება ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი გვალია დიდი მადლობა ბატონო გიორგი
ძვირფასო ტელემაყურებელო, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები, კარგად გზანდებოდეთ. აბაულა.